რატომ მეჭირ კარტო? ამეტავზე. რასპია საქმე? რატომ იქნება მოსაყიდენ ჩემი 45 წელი დაწოვრეთი და ხმაური იყო დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, სადაც მე-19 დღეა 78 წლით ციალა ჯოჯუაში მშელობს. მასთან დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, თუმცა მოშიმშილე ქალმა უარი განაცხადა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მომსახურებაზე. უარი განაცხადა მომსახურებაზე, კატეგორიული უარი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ციალა ჯოჯუაში მშულობის შეწყვეტისგან მოუწოდეს. ამასთან დაპირდნენ, რომ სანამ სამართლებრივი დავა დასრულდება, მათ მიერ ნაქერავე ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა მოშიმშილე ქალმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ამასთან ციალა ჯოჯუას შვილის განცხადებით, თუ მოშიმშილი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ის პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აკისრებს. ჩვენ ვთხოვულობ ჩვენ ბინას. მე ჩვენ არაფერს არ ვთხოვულობ, ჩვენ ბინა ვთხოვულობ დაბრუნებას. თუ ამათ უნდათ გამოიყვანონ ის კალი, რომელიც ისა იქ არის შესახლებული, რომელიც ნახევარი კიდე გაყიდეს ეხლა სადაც ცხოვრობ მამაჩემის მოშენებული, გაგვიფორმოთ ჩვენ სახეზე. როგორ დედაჩემი იქაა დღემდე ჩაწერილი. მე არ ვიღებ არაფერს, იმიტომ რომ ამათ მოიყვანეს, თავრობა მოიყვანა ამ მდგომარეობაში, ამ სამკაცმა. რომელი და მოლაშხიამ, ზური ავანიამ და ციცა მამარდაშვილმა, რომლების ბინები ყველა გაუყიდა დედაჩემს. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას განცხადებით, მათ ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია მოშიმშილესთან, თუმცა მათ მიერ შეთავაზებულ ტირობებზე ისინი არ თანხმდებიან. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველყოთ ეს ადამიანები საყოფაცხოვრებო პირობებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვაქვს ურთიერთობა ამ ადამიანებთან და თავაზობთ როგორც ბინას, ქირით გადასვლას, შემდგომში ნებისმიერ სხვადასხვა სახის მხარდაჭერას ისინი სამწუხაროდ არიან გვარზე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ 78 წლით ციალა ჯოჯუა მე-19 დღეაში მშულობს. მოშიმშილე იმ საცხოვრებელი ბინის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მისი თქმით თაღლითური გზით წაართვეს. მისი განცხადებით, შიმშულობის აქციას მანამ გააგრძელებს, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.